როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი ეს აქციაზე ვისაუბრეთ, გუშინდელ აქციაზე, რომ პოლიტიკური პარტიები უფრო აქტიურად გამოჩნდით და ეს კარგია, მაგრამ მე რა ხდება, ხო? რაღაც პარტიებმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და დღემდე ამბობს ლელო, რომ იგიღოთ მონაწილეობა თბილისის მერი კალაძე ვერ იქნებოდა, თქვენი ბრალია, რომ კალაძე არ არის თბილისის მერი. და ნუ მე კითხულობენ რომ რა გავაკეთოთ ახლა ადამიანთა არჩევნებად დანიშნოს მაშინა იქაც არ მივიღოთ თუ არჩევნებს აზრი არ აქვს რას ვაკეთებთ და თქვენ რას გთავაზობთ ამ პროტესტით ასე თქვა განსხვავებით მოგესალმებით პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ჯერ გაეცეს კითხვაზე პასუხი აი ლელორასაც უთითებს რომ თურმე რომ იგვეყო მონაწილეობა არჩევნებში დღეს კალაძე მერი არ იქნებოდა კალაძე მერი აუცილებლად იქნებოდა კი ბატონო თუმცა კალაძე მერი აუცილებლად იქნებოდა იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვაქვს არჩევნები და ამ ადგილობრივი თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე ჩვენ არ გვქონდა არჩევნები და ამას თავისი მიზეზები აქვს ხო ეს არის ის რომ გაუარესებული საარჩევნო გარემო დამკვირვებლების არარსებობა, ფარულობის დარღვევა და პლუს კიდე ციფრებით манипуლირება ამ ტექნოლოგიური შესაძლებლობების ფარგლებში. ისინი ციფრებს უბრალოდ წერენ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ მივა, ვინ არ მოვა და ანუ ვის მისცემს ხმას. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას, მაშინ როდესაც ამის საპირისპიროდ თუ კი სრულფასოვნად, ანუ სულ ყველა პარტიის იმ 4, რომელმაც გადავლახეთ ეგრეთ წოდებული ბარიერი, ბოიკოტის ფარგლებში ვიქნებოდით და უარს ვეტყოდით ამ არჩევნებს, ამას ექნებოდა გაცილებით უფრო მეტი შედეგი და ჩვენ ვხედავთ ხომ რომ 4 ოქტომბრამდე იყო 3 გზა, ერთი იყო ეს ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი რევოლუციის გზა, მეორე არჩევნები და მესამე ბოიკოტი. ამ სამიდან ერთადერთმა გზამ იმუშავა, ბოიკოტმა იმუშავა ზუსტად და ქართველი ხალხის ნებაც აქ გამოჩნდა, ხო, როდესაც ადამიანები იმის ნაცვლად რომ მისულიყვნენ საარჩევნო ყუთებთან, მოვიდნენ და დადგნენ რუსთაველის გამზირზე. აქ გამოსავალი არის ნამდვილად აი ამაში, რომ გავაგრძელოთ ჩვენი პროტესტი და ხალხმა გააგრძელოს თავის პროტესტი. ნახეთ, რეჟიმი დგას თავის ღერძებზე, ხო, აუცილებლად თავისი საფუძვლები აქვს, ასე ვთქვათ, რომელსაც სჭირდება რყევა და როდესაც შენ ებრძვი რუსულ ძალას, აქ რა თქმა უნდა, ერთ დღეში, ორ თვეში და 5 თვეში ვერ მოხდება ამ რუსული ძალის დამარცხება. მაგრამ ჩვენ ვიცით რა ღერძებზეც დგას, ხო? ეს არის პროპაგანდა, ეს არის ფული და ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ანუ ძალოვნები, ხო? ძალოვნებთან მიმართებით ჩვენ იმასაც ვხედავთ ბოლო დღეებში რა ხდება მე პირადად სასამართლოდან ვეღარ გამოვედი იმდენი ადამიანი მოყავდა კონვეირული სისტემით რაღაცა გვარებს გამოიძახებენ ახლა ამისი ჯერია არც არანაირი დაცვის უფლება შინაარსზე ხოლ აპარაკი ზედმეტია აი წარმოუდგენელი ამბები ხდება სასამართლოში იღებენ ახალ და ახალ კანონებს არალეგიტიმურ პარლამენტში რომ გააუარესონ ასე ვთქვათ რეპრესიები უფრო გააძლიერონ მაგრამ საპირწონეთ რას ვხედავთ ადამიანებს არ ეშინიათ ამ რეპრესიები ადამიანები მაინც კეტავდნენ რუსთაველის გამზირს, კეტავენ, შეიძლება დღესაც და გუშინ კიდევ ნახეთ ამხელა რეპრესიების სისხლისამართლებრივი წესით დაჭერების, ადმინისტრაციული წესით დაჭერების პარალელურად ამდენი 1000 ადამიანი ისევ ქუჩაში იდგა, ანუ ვერ ერევიან პროტესტს. ამით ჩვენ ნახეთ ერთ-ერთი ღერძი ვახსენე შინაგან საქმეთა სამინისტრო. სწორედ მათ ისინი უნდა დავამარცხოთ, ოღონდ ძალით და ძალისმიერი მეთოდებით კი არა, მორალურად უნდა გამოვფიტოთ და მე მართლაც აი რასაც ვუყურებ სასამართლოებში დაკავებების დროს ადამიანს, ანუ პატრულს და კრინპოლს უბრალოდ ნამუს ხდიან, როდესაც იმას პირბადეს ალუქინებენ. იმათ აღარანაირი мотиваცია არა, მორალურად ანადგურებენ, თვითონვე ანადგურებენ. თვითონაც იზოლატორებში, მე ახლა ამ ხნის განმავლობაში ხო თბილისში აღარ ყოფნით იზოლატორები და რეგიონებში არის მიმოფანტული ეს ხალხი თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები. იზოლატორის თანამშრომლები უკვე საკუთარი თვალით ხედავენ, ვინ მიყავთ, ვისი ჭერენ და რეალურად რა ხდება ამ ქვეყანაში. ანუ აღარ სჭირდება იმას ზედმეტი პროპაგანდა, იმას იმედი, რამდენჯერაც არ უნდა ჩაუთო, უკვე საკუთარი თვალით ხედავს, რა ხდება ქვეყანაში. აი ეს არის, უნდა ვებრძოლოთ პროპაგანდას და ამაში ძალიან გვეხმარებით კრიტიკული მედია, თავისუფალი მედია, რომელსაც თქვენი უდიდესი სირთულეები და გამოწვევები გაქვთ, უნდა ვებრძოლოთ ძალოვნებს, რომლებსაც მორალურად უნდა ვაჯობოთ და დავანახოთ რეალობა რა არის და ფინანსები არის. ებრძვით და ნუ შედეგი არაფერი არ არის და ამიტომ აქვთ ეს პასუხი რომ თუ თქვა დაინიშნება ადამიანთა არჩევნები, იქაც ვარი უნდა თქვა თუ რა გავაკეთოთ ან
ვადამდელი არჩევნები რომ დაინიშნება, ამაში ეჭვი არ მეპარება, თუმცა გააჩნია როგორ დაინიშნება და რა პირობებით. ხო, ნახეთ, გუშინდელ აქციაზე გაჟღერდა უკვე ეს მოთხოვნა, ახალი მოთხოვნა, გადადგეს მთავრობა და მთავრობის გადადგომას მოყავეს ვადამდელი არჩევნები და მოყავეს, რა თქმა უნდა, რეჟიმის პატიმრების განთავისუფლება, იმიტომ რომ ჩვენ, მე ავღრიცხავ კიდევაც ამ მონაცემებს და 100-ზე მეტი სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებული ტყვე გვყავს, მე ტყვეებს ვეძახ იმათ და გვყავს 100-ზე მეტი, 102 გახდა უკვე დღეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ადამიანი. ნაწილი მათგანი უკვე ტოვებს იზოლატორებს ყოველდღიურად, მაგრამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, პროტესტს რამე დააკლეს, ვინმე შეაშინეს, რაიმე შეცვალეს, არაფერი, ხო, გარდა იმისა, რომ უფრო მეტად აბრაზებენ ხალხს და უფრო მეტად შიგნითვე ზრგუნავენ ერთმანეთს, იმიტომ რომ ბევრი ხედავს უკვე ამ რეალობას მარნეულში და ზესტაფონში, რომ ვერასოდეს ვერ გაიგებდა იზოლატორის თანამშრომელი ან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომ რაღაცა სხვასთან გვაქვს საქმე, თვითონ დაანახეს, როდესაც მწერალი, კომპოზიტორი და რა ვიცი, საუკეთესო საზოგადოება ჩაუყვანეს, სტუდენტები, გულანთებული სტუდენტები, როგორ შეიძლება ეხლა 19-20 წლის გოგო ბიჭები ციხეებში იჯდნენ და ამ დროს გარეთ კრიმინალი ყვავის, ხომ? და რეალურად კრიმინალს არ ებრძვიან, იმიტომ რომ მიშვებული ყავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პირბადეების დასალუქად. ეს რეალობა არის და ეს რეალობა ესე რომ გაგრძელდება, ჩვენ უნდა გამოვფიტოთ ეს რეჟიმი და ვფიტავთ კიდევაც. ხო, შედეგებზეც ვილაპარაკოთ აუცილებლად და იმაზეც, რომ ახალი რა უნდა იყოს ამ პროტესტში, რადგან ის დავიწყეთ საუბარი. კი ბატონო, შედეგებით დავიწყეთ თუ შეიძლება. შეიძლება. თავისუფლად გამოვიდა 10 პუნქტიანი გეგმით, არ ვიცი გაიცანით თუ არა. ზოგადად ვფიქრობთ, რომ ყველანაირი ინიციატივა და ყველანაირი შემოთავაზება, რომელსაც აქვს, ასე ვთქვათ, ლოგიკური გაგრძელების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, მისაღებია, რა თქმა უნდა, სალაპარაკოა, სამსჯელოა და სამოქმედოა. მაგრამ ეხლა რაც შეეხება შედეგებს რო დაუბრუნდეთ და ჩვენ როგორ ხედავთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს, ხო, ეს ყველაფერი და მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე. რომ არ ყოფილიყო პირველი ჩვენი მხრიდან მანდატებზე უარი და ეს პოლიტიკური პროცესის ამ კუთხით წარმართვა და ასევე ხალხის ქუჩაში დგომა, უწყლეტი ქუჩაში დგომა, დღეს რუსული რეჟიმი, ანუ ქართული ოცნება იქნებოდა აღიარებული და ქვეყანაში პროცესები იქნებოდა ნორმალიზებული. რა შედეგი გვაქვს ახლა ამ ყველაფრით, ხომ? შედეგი გვაქვს ის, რომ არც ერთი ცივილური სამყაროს წარმომადგენელი ოცნებას არ აღიარებს. ის არ არის მიჩნეული ლეგიტიმურ ხელისუფლებად. ისევე როგორც თავად ხალხი არ ვაღიარებთ, ხო, შიგნით მას და არც პოლიტიკური ძალები არ ვაღიარებთ ლეგიტიმურ ძალად. ამას მოყვება სანქციები. სანქციები პირდაპირ გადის ფინანსურ საფუძვლის რყევაზე, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ფუნდამენტი, რაზეც დგას ეს ხელისუფლება, არალეგიტიმური ხელისუფლება და სანქციებს თავისი მსუსხავი ეფექტები აქვს ნამდვილად. ის თუნდაც რაც მათ შიგნით ხდება. როგორ არიან ერთმანეთზე დარეულები, ფულის ნაკლებობა აქვს სინამდვილეში და ფულის ამოღებაზე ბიუჯეტშიც კი არ ავსებენ, ან ის კი არ აინტერესებთ ახლა ღარიბაშვილმა ქართველად და ხალხს რამდენი ფული წაართვა. ის აინტერესებთ, რომ ფულში დეფიციტი აქვს, უჭირთ ფულში, იმიტომ რომ სანქციებმა გამოიღო თავისი შედეგი და რაც უფრო მეტად გაუჭირდებათ, მით მეტად დაერევიან ერთმანეთს და მით მეტად გაჩნდება შიდაბზარი. შიდაბზარის გარეშე არანაირად მხოლოდ ეს გარეთა კომპონენტები ვერ ეყოფა ამ პროცესს. როგორ გაჩნდა ვაინც ერთ ბიზნესს ეფიცება ყველა ერთგულებას დაჭერილი ეხლა თორნიკე რიჟვაზე ეჭვი მაქვს ისიც იმიტომ ჩამოდის რომ დაალაგდა ალბათ ბიზნესთან და ისიც ბიზნეს გადაუხდის მადლობას საბოლოო ჯამში და ანუ ეს მზარიც არ ჩდება მიხედავთ იმისა რომ იჭერს ამ ხალხს აი ღარიბაშვილის კი ხმას არ იღებს ხო ხედავ წაღან რომ საუბრობდით ხო ვერ იღებს რა მშობა აქვს ნუ წაღან რომ საუბრობდით კონსოლიდაციაზე ზოგადად ამ პროტესტში დამწყლების განმავლობაში აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს ნაცადი, მართლა. ყველაფერი ვცადეთ ამ როგორც მარიკამ თქვა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, სამი სხვადასხვა გზა იყო, რასაც ქართული ხალხი მისდევდა. ერთი იყო ბოიკოტი, მეორე იყო ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მესამე იყო მშვიდობიანი დამხობა. და არასდროს ამდენი წლის განმავლობაში არ ყოფილა, არ დამდგარა ის მომენტი, როცა კონსოლიდაცია მომხდარა ყველა იმ ძალის, რომელიც ებრძვის ქართული ოცნების რეჟიმს. რომ ვამბობთ, რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი და რა უნდა გავაკეთოთ, ალბათ ეს, რომელიც არასდროს გვიცდია და არასდროს დაგვიტესტავს, ეს მართლა მუშაობს თუ არა. ამიტომ ეს
კონსოლიდაცია ყველა ძალის ერთობა. აუ ეს არ გამოდის ხო ნახეთ ეხლა ამაზე სულ ლაპარაკი არის და არ გამოდის კონსოლიდაცია როგორ გამოვა ერთი გავარდა აგერ პარლამენტში შევიდა მეორე ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობდა და ხაზი გაესვას რომ ერთი ქალბატონია და ქალი რო არის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რომელმაც უარი თქვა დიახ მანდატზე და რომელიც წამოვიდა პარტიიდან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გაბედული ნაბიჯი ეხლა რაც შეეხება ერთობას როგორ უნდა მოხდეს ანუ ის ორი პარტია გამოითიშა ასე გამოდის ხო ეხლა ლელო არ ვიცი სად არის ჯერ რა იმაზეა მაგრამ ფაქტია რომ ადგილობრივი არჩევნები აღიარა ლელომ და შევიდა შედის საკრებულოში და წარმოგიდგენია თანამშრომლობა იმ პარტიასთან რომელიც აბოლსო ადგილობრივი არჩევნების აღიარებს და შევდივარ პარლამენტში ჩვენ წარმოგვიდგენია თანამშრომლობა ყველა იმ პარტიასთან რომელიც ერთგულია ამ ბრძოლის სამოქალაქო აქტივისტებთან სამოქალაქო სექტორთან და იმ ჯგუფებთან რომლებიც ვიბრძვით ბოლომდე ახალი აღიარებს პარლამენტს ლელო საკრებულოს და ერთგულია თქვენი ამ ბრძოლის თქვენი აზრი გახარია ერთგული ცალსახად არ არის ამ ბრძოლის და დიდი ხანია არ არის ამ ბრძოლის ერთგული ლელოს მხრიდან ამ არჩევნებში მონაწილეობა იყო დიდი შეცდომა. არ vicი რამ გამოიწვია ეს, იმიტომ რომ ჩვენი მხრიდან არაერთხელ ქონდა ამ შეცდომის დაზღვევის მცდელობა, მაგრამ იყო შეცდომა. უნდა აიღონ ამ მონაწილეობის მერე შეეძლო მაგალითად იგივე გაეკეთებინა რაც პარლამენტთან დაკავშირებით გაკეთა, ხო? კი მიიღეს პარტიამ 2024-ში მონაწილეობა, მაგრამ შედეგები რო ნახეს რომ იყო გაყალბებული, თქვეს რომ არ ვაღიარებ და არ შევდივართ. ეს მაინც შეეძლო ლელოს ეკნა რომ მიიღო მონაწილეობა და რომ შეხედავდა რომ არაფერია არ გამოვიდა მონაწილეობა ხო ეთქვა რომ არ შევდივართ საკრებულოში და არ ვაღიარებ მაგრამ ახლა ადგენდა აღიარეს ეს საკრებულოს არჩევნები ამიტომ ვამბობ მე ნახეთ უნდა აღიარონ თავიანთი შეცდომები და უნდა იყვნენ მზად რომ აი კი დაუშვით შეცდომა და გვინდა გამოცხადება და გვინდა ბრძოლის ველზე დასრულება თუ არა ეს ორი პარტია ამ ეტაპზე გამოგვერძეა გუშინდელ აქციაში რაღაც ნაცები არ გამოსულან სიტყვით ან ნაცებიც ცალკე არიან როგორც მივხვდი ხო გუშინდელი აქცია დაორგანიზებული იყო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტების და რაც მთავარია რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების მიერ. ეს აქცია, ამ ტიპის აქცია კიდევ იქნება დიდი და იგივე, ასე ვთქვათ, საორგანიზაციო შემადგენლობით, იმიტომ რომ ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ კოალიცია ცვლილებისთვის, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ის ძალები, ვინც ვართ ამ ბრძოლის ერთგული, გაერთიანებული ფორმატით ვისხდეთ ერთ, ასე ვთქვათ, ოთახში, ერთი საკითხის გარშემო და წავიყვანოთ ეს ბრძოლა ერთი მიმართულებით, რომ ის ძალები ანუ 8 პარტიიდან 7 და რამდენი დარჩით ანუ 8 პარტიიდან ხო 7 გამოდის მაშინ ამ შემთხვევაში, თუმცა არავის არ აუგზავნავს არავისთვის აქ შემოერთება. უნდა იყო უბრალოდ იმ ღირებულებების ერთგული, რომელსაც დღეს ითხოვს ქართველი ხალხი და აუცილებლად ესე გავყვებით. აუცილებლად მივალთ. რაც არ უნდა ქვისროლა ან ტალახისროლა მოხდეს გვერდიდან, ამ გზას ჩვენ არ გადავუხვევთ და აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე. კი, ძნელი გზა არის, რთული გზა არის, მაგრამ საპასუხისმგებლო გზაც არის და ამ გზით ჩვენ მივალთ გამარჯვებამდე, მაგრამ ამისთვის გვჭირდება მოთმინება.